ვერ მივიღებთო არ უნდა იგიოსო სხვადასხვა მარტო სულ კაციტელი უნდა იყოს ზოგან წვანე ურევია ზოგან რაღაცა ურევია ხო თეთრი კი არის ხუდენი მაგრამ ერთი მარცვალი არ უნდა იყოს სხვადასხვა ხეხი ხოლმე თავრიზი არის შერეული შეგეცი თოროლოვანი შერეული არ უნდა იგიოსო და იმისათვის აბა პრობლემებია ეს ჯერ აქედან ცნობა არ გვაძლევენ ცნობაზე რა გითხრეს რატომ არ არის ესე იგი ჩვენ სოფელზე ჯერ არ არის დაშვებული სიგნალ რაიონის არის სწორი და რა ქვია წნორისა იმაცა და იღებენ მივედი და უთხარ შევეკითხე აბა როგორ საქმეა აი რომ მოიტანო ყურძენი ჩვენ ის იქავა ხირსაზე გვაქვს საერთოდ რა ულა ვინახარ მიშიგინი სასწორზე რო შეველდა ერთი მილიციელი ერგა და მე ვარ დეპარტამენტის უფროსიო რაც კაციო რანაირად ვიღებთო და რანაირად ვიღებთო და უნდა იყოს სუფთარ ქაციტელიო თავკვერი არ უნდა ერვიო სხილმართვალა არ უნდა ერვიო მანავის მწვანე ან მწვანევაზე არ უნდა ერვიოსო უდა ეს შავი ხო საერთოდ მიიღე ჩვენი რაიონისა მაგრამ აი ეგეთ საქმეაო თუ ამოვაშინეთ ორი მართვალი წამ სხილმართვალა ან რაღაცაო გაგაბრუნებთო და ვაუჩერ არ მოგცემთო ხო 10 ტონა ყოფილა სოფელზე საერთოდ დაშვებული რა და აქცია დაიწერა ვარ იმ სიაში კი მაგრამ ჯერ როდის მომიწეს პირველი ხალხი ვინც მივიდა იმათ 10 ტონა რო შეკუჩდება მეორე მესამე ყოველდღიურად 10 ტონა ხო? ხო ყოველდღიურად 10 ტონა თუ რა ვიცი მაიცარა ქარხანა ვინც იმ სიებში ვერ მოხდა ყველა მოხდა ვისაც ვენა არა ვისაც ვენახები გვაქვს რა ეწერებიან სიაში მაგრამ აბა ჩაიბარებენ საქმეა ეს ყურძენსაც ხომ დრო გასდის ფუჭდება პირველ რიგში ფუჭდება დრო გასწ ახლა გეტყვი მოიდა სკდება და დალპება ცნობა სიტყვა ნამდვილად ეს თქვენი ო და ამ ცნობას ვინ გასცემს საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულომ რა თქვა საკრებულომ თქვა ჯერ არ დავშტაბიდან არ დაურეკნიათ და ვერავის ვერ გავცემთო და ჯერ მე კი მესამე პარტი როდის დარეკავნო რა დროის რა ეხლა დღეს ეხლაც რომ მოიარეთ ეხლაც ველოდებიო მოადგილება თქვა საკრებულოს და ეგეთ საქმეა ანუ ხალხს ყურძენი უფუჭდება ას პირველი შეგა მანამდე ხომ იყო დაპირება რომ მოსახლეობა ყურძენს უპრობლემოდ ჩააბარებდა თან კარგ ფასად და მით უმეტეს ნახევარი კახეთი ყურძნის გარეშეა დარჩენილი ანუ ყურძენი ცოტა არის ყურძენი ცოტაა და ახლა კი ზეწოლები ვიგებდნენ სანამ არ გაფუჭდება სანამ არ გაფუჭდება იქამდე ვიკეთებენ ზეწოლები მე მაგას აღვნიშნე სხვა არაფერი დედოფლის წყაროს რაიონს ებუნეთ წაიღეთ თელავში, გურჯაანში კი და აქედან არის 60-90 კილომეტრზე მეტი უნდა დაწეროს მოსახლეობა. იმ საფასურს ვერ გადაიხდის გლეხი, ხო ვერ გადაიხდის, არა ხო ფაქტია. ის ყურძნის ფასი რაც უნდა ისაქნას, იმ საფასურს მძღოლს გადაუხდის, საწვავში გადაიხდის და დარჩება ცარიელი. წნორის ქარხანა არ იღებს ფაქტიურად აღარ იღებს. წნორის ქარხანა დედოფლის წყაროდან აღარ იღებს, მაგრამ თვითონ წნორის მოსახლეობიდან იღებს ყურძენს. სიგნალის რაიონიდან ნებადართულია, თუგი ისიც ნაცნობობითა და კომიტეა. დედოფლის წყაროდან აქ მოდიოდა ყურძენი და შეწყდა მიღება და აი ამის მიზეზი გვაინტერესებს. დედოფლის წყარო მე მგონი მიდის იქით, არ ვიცი ზუსტად. წნორში მოდიოდა და ეხლა წნორში მოდიოდა, საფერავი მოდიოდა. მარტო საფერავი? საფერავი მოდიოდა წნორში. დღეში რამდენი ტონის მიღება შეგიძლიათ? განსაზღვრულია თუ მუდმივად მუშაობთ? მუდმივად მუშაობთ 24 საათიან რეჟიმში, ახლა ეს სამუშაო პროცესია ყურძნის შეწყვეტისა, საღამოსთვის აქ მანქანა. ანუ ლიმიტი არ არის ხშირად აი რამდენი ტონა? არა, ლიმიტი არ არის. რამდენიმე კითხვა გვაქვს იცით რასთან დაკავშირებით ანუ ის ცნობას რომ ითხოვენ ღვინის მიღები ქარხნები გამგეობიდან თქვენ ხართ ჟურნალისტები ეხიცხრა არავით არის სული არ განაჩნია რომ თქვენ ინტერვიუ მოგცეთ რატომ უბრალოდ იმიტომ რომ ინფორმირებულია მოსახლეობა თვითონ
არა, ჩვენ გვაინტერესებს. არ გამაჩნია ეს ისინი იგვიანებს ეს ცნობები რომ გაიცეს და რატომ? ყველა ინფორმაციები. არა, უბრალოდ ცნობების გაცემა რომ იგვიანებს, ყურძენი ხომ ფუჭდება, ეს გვაინტერესებს. ხო გითხარით. და საიდან ხო გითხარით მდგომარეობა. ინფორმირებულია სულ. ჩვენ გვაინტერესებს, ჩვენ გვიპასუხეთ. გითხარით და სხვა რა გითხრათ?